გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ორშაბათია, ტაბულას გამოსვლის დღე და ჩვეულების ამებ პირდაპირ ეთერში ხვდებით ერთმანეთს. თუმცა არც თუ ისე ჩვეულების ამებ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სამნი დავრჩით. ხუმრობაც კი იყო ისეთი, აღარ მახსოვს ვინ მეუბნებოდა სოფო მე მგონი შუბლაძე რომ ისე გამრავლდით როგორ ჩუადღის წამოყანებიო და აი ეთყობა თვალი გვეცა და ძიმა ავად გაგვიხდა. ლიკაკი რაღაც ამ ბოლო დროს აღარ იხვეწები ტაბულა გამოიწერეთ და ხო ყველა გამოიწერა მე მგონი ხო ეგრე გამოდის ხო მართალი ხარ 420-ის დაარეკეთ 420-ის 300-ზე გამოიწერეთ ტაბულა რამდენი ხნითაც გსურთ ლიკაზე რაც შეგვიძლია დინა გავიგეთ რომ აგერ შეუძლოდ გახდა დინა შეუძლოდ გახდა ხო აი შეუდაახედა უხელი გახდა ლიკას საქართველოსთან გამგზავრება პარასკევს კი მოუწყეთ ასე ვთქვათ გაცილება მაგრამ ლიკამ ხო სამი კვირი დაგო 300-ზე რომ დარეკავ წინ ორიანის აკრეფარი დაგავიწყდეთ და ორიანი იქით იყოს და აი მე რიანის რო ხუთიანები ჩაინაცვლა ხალხო რა გავაკეთო აღარ ვიცი დაახლოებით 1000 კონტაქტი მაქვს ტელეფონში და უკვე რამდენი შეიყვანა გუშინ ღამე დავიწყე და ჯერ კიდე დზე ვარ გაჩერებული და აჩიკო შემიძლია დაგაწყნა რომ აი სანამ შემოვიდოდი სტუდიაში ზუსტად წუთი-წუთზე მომაწოდეს ტელეფონის ცხელი ხაზი ისე რომ გაიხარეთ ყველამ ჩაიწერეთ და ხო დადექით კარგხასიაძე ჯეოლაინის ცხელი ხაზი ეს არის ორიანი წინ როგორც ყოველთვის 220 41 81 ანუ მთლიანად ტელეფონის ნომერია 220 41 81 ეს არის ცხელი ხაზი სადაც თქვენ დაგაკვალიანებენ თუ როგორ რა უნდა გააკეთოთ როგორ შეიყვანოთ მესიჯი რამდენი ჩამოგეჭრებათ თანხა და ასე შემდეგ აი ამას ვიმალავდი ისე რომ ერთი ის არის რომ ინტერნეტში ჩართულ ტელეფონებს ეხება მხოლოდ ეს, მაგრამ მაინც ეგეც ხეირია. ხო, ეხლა რაც შეეხება გადაცემის მთავარ თემას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წელს საქართველოში გამოსაშვები საატესტატო გამოცდები ჩატარდა. გამოცდებზე 47000 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული, აქედან 43000 გამოცხადდა და 60000-მა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. საბოლოო ჯამში ირკვევა რომ ლევანდელი სკოლა დამთავრებულებიდან ატესტატს 21% ვერ მიიღებს. აი როგორც ამბობენ, კიდევ უკეთესი მაჩვენებელია ეს, იმიტომ რომ ისეთი ეს იყო შიში იყო, რომ ბევრი ვერ ჩააბარებდა, რაც ნაუცბადევად მოხდა ყველას გვახსოვს, როგორი ხმაური იყო აი ამ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. მოდი სანამ თემიდან გადავხობ თამარ მე ინტერაქტის გავაცნობ ჩვენს მაყურებელს. კარგი და რადიო მსმენელს. კარგი და მე მეწაუდგან სტუმრებს. ხო, ესე ჯობია გავაკეთოთ. ესე იგი, რას უწყობს ხელს საატესტატო გამოცდები? პირველი, სწავლის დონის ამაღლებას, მე-12 კლასელთა მაღალ დასწრებას სკოლებში და მესამე, დროის და ფულის ფლანგვა. გამოსაშვებ გამოცდებზე, მიზნებსა და შედეგებზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები. ქალბატონი მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ირაკლი კიკნაველიძე, ტაბულას ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი, რომელმაც სულ ახლახანს ჩააბარა საატესტატო გამოცდები, შოთიკო მაჭავარიანი, Council-G-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც თუ არ ვცდები მე-4 კლასიდან, მე მგონი მე-4 კლასიდან ხო თამარ, ბოლომდე ამერიკაში ისწავლა, სკოლა იქ დაამთავრა და მოგვიყვება იქაურ სწავლაზეც და იქაურ პრობლემებს. ახლა კი სტუდიაში ვთხოვთ მაია მიმინოშვილს, რომლის ფოტოც დღევანდელ ტაბულას ამშვენებს, რადგან მიმდინარე ნომრის მთავარი თემა სწორედ მასთან ინტერვიუა. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგზენდით. მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ერთი მანდატებით. ერთ-ერთ ცეცხლებას უკვე გაუზელით და ახლა უკვე მეორე იწყება, ხო? გავიარეთ მეორე, მესამე და მეოთხე. მეორე, მესამე და მეოთხე. თეატრალური ინსტიტუტში უკვე დაიწყო. მზად ხართ? იმედი მაქვს ნამდვილად, თუმცა მაისი და ივნისი ყოველთვის დაკავებული ქონდა და ვემზადებოდით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. წელს გაცილებით მეტი მასწავლებლები გვყავს, ვიდრე შარშანი იყო და მართალი გითხრათ, ივნისის თვიდან დავიწყეთ მომზადება, თუმცა პარალელურ რეჟიმში გვიწევდა სამუშაოების ჩატარება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მზად იქნება, ასე რომ. აი, თქვენივე მონაცემებზე დაყრდნობით ვიცით, რომ 6000 მოსწავლემ ვერ შეძლო მინიმალური ზღურის გადალახვა, კომპეტენციის მინიმალური ზღარის გადალახვა. თუ ხდება გაანალიზება იმისა, თუ რომელ სკოლებს აქვთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ვთქვათ, არ მიყვარს, ანუ არ დავარქმევდი წარუმატებელს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში წარუმატებელი მოსწავლეების კუთხით. და რა უნდა გააკეთო? უნდა დაბრუნდნენ მერე სკოლაში? არა, სხვა კითხვას ვსვავ, სკოლებთან დაკავშირებით რა ხდება თვითონ?
დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია აუცილებლად მომზადდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად ეს არის შედეგების ანალიზი, თუმცა ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაჭირდება და როგორც ეხლა თქვენც ახსენეთ, ვემზადებით აქტიურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სამაგისტრო გამოცდებისთვის და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს შედეგების ანალიზი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება ალბათ ივლისის თვეში და აგვისტოსთვის ჩვენ ძალიან გვინდა რომ ძალიან ეფექტური ინფორმაცია მოვამზადოთ სკოლებისთვის და რაიონებისთვის და რეგიონებისთვის, რასაც აუცილებლად რა თქმა უნდა დავბეჭდავთ ანგარიშის სახით და პლუს რა თქმა უნდა მივაწოდებთ ყველა სკოლას. თქვა საჯარო იქნება ის ანგარიში რომელმა სკოლამ რა თქმა უნდა ინფორმაცია არის საჯარო და ბუნებრივია. და რაიმე თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვა თვითონ განათლების სამინისტრო სკოლას რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ბავშვი ისე მოამზადოს რომ მინიმალურად კომპეტენტური იყოს მისი ასაკისთვის რაც მას შეეფერება. თქვა აი რაიმე ზომების გატარება სხვა არ გეგმავს ხوار არის ამასთან დაკავშირებით საუბარი იმ სკოლების მიმართ რომლებიც ვერ ახერხებენ ბავშვების სათანადო ჯერჯერობით ამ მიმართულებით მე ესეთი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სკოლების დახმარება პირველ რიგში თუ არასახარბიელო შედეგი აჩვენა სკოლამ ნამდვილად უნდა გაირკვეს მიზეზი და თუ რამე დახმარება ჭირდება მასწავლებლების კვალიფიკაციიდან დაწყებული სხვა ხელშემწყობი ასე ვთქვათ პირობების შექმნით ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საგამოცდო სისტემა სადამჟელო არ არის და არ უნდა იყოს ჩემი აზრით სკოლებისთვის პირიქით თუ რაიმე ხარვას და პრობლემას აღმოვაჩენთ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ასეთ სკოლებს მაქსიმალურად დავეხმაროთ. რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია შედეგების ანალიზმა უნდა მოქცეს ეს ზუსტი ინფორმაცია რა კუთხით ჭირდება კონკრეტულ სკოლას ან სკოლებს დახმარება. და ის 6000 ბავშვი იმ 6000-მა ბავშვმა რა უნდა გააკეთონ ასე? ეს 6000 მოსწავლე გახლავთ ისინი ვინც თუნდაც ერთ საგანში თქვენ იცით რომ ზღვარი ბარიერი ასე ვთქვათ ნამდვილად დაბალი, ძალიან დაბალი იყო, მოდით ესე ვთქვათ. არარეალურად დაბალიც კი, მე თუ მკითხავთ, 5 საგანში 5.5 და მეტი უნდა დაეგროვებინა და ნებისმიერ 3 საგანში 5.2 და მეტი. ასე რომ თუ ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ მოახერხა ბარიერის, დადგენილი ბარიერის გადალახვა, მას უბრალოდ ატესტატი წელს არ მიეცემა, მაგრამ შეუძლია გაიმეოროს გამოცდა ან გამოცდები შედეგები შეენახება რა თქმა უნდა იმ საგნებში რომელშიც მოახერხა ბარიერის გადალახვა. ანუ თქვენ ამბობთ რომ გამოცდები მარტივი იყო, ანუ თვითონ ეს ზღვარი იყო შეუფერებლად ზღვარი იყო ძალიან დაბალი, ნამდვილად ძალიან დაბალი იყო, ამაზე ჩვენ საუბრობდით და ვამბობდით და წინასწარ ვაკეთებდით ამის პროგნოზირებას. რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია, არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ ბევრი სხვა რამ და წინასწარვე ვაცხადებდით, რომ ზღვარი არ იყო გამოცხადებული გარკვეული მიზეზების გამო გამოცდებამდე, მაგრამ შედეგების მერე გამოცხადდა მეორე დროს. აი სანამ ბაიას აქ ერთი შეკითხვა მესმის რომ უნდა დასვას, მაგრამ მანამდე შეგეკითხებით. მომავალ წელს ვთქვათ თუ გართულდება, ანუ ამბობთ რომ წელს ძალიან დაბალი იყო, მომავალ წელს შედარებით ეს სკოლაში რა მოხდება, ანუ იმისთვის რომ მოსწავლეებმა ვთქვათ შეძლონ უფრო გართულებული ჩაბარება, ანუ რამე შეიცვლება საერთოდ გამოცდების და საგამოცდო სისტემის და აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად გამოსაშვები გამოცდების დაკავშირება მაინც და მაინც სასწავლო პროცესთან მე მართებულად არ მიმაჩნია. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი რაც შეეძლო გაეკეთებინა ამ ახალი საგამოცდო სისტემის დანერგვას და ეს ნამდვილად გააკეთა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის იძულების წესით, როცა მოსწავლეს ეუბნები რომ შენ აუცილებლად გამოცდა გექნება ჩასაბარებელი სხვაგვარად ატესტატს ვერ მიიღებ, ის იძულების წესით რა თქმა უნდა წიგს დაიჭერს ხელში და მასწავლებელიც იძულებით გადასცემს სოდნას. თუმცა ჩემი პერსონალური მოსაზრება ნამდვილად ის გახლავთ რომ სხვა უფრო ეფექტური ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის რომ სასწავლო პროცესი გაუმჯობესდეს და ერთ-ერთი დანამატი უნდა იყოს ამ შემთხვევაში საგამოცდო სისტემა და არა იმის განსაზღვრელი რომ სასწავლო პროცესი აუცილებლად საგამოცდო სისტემის ხარჯზე გაუმჯობესდება. ამისი პირადად მომხრე მე არა ვარ რა თქმა უნდა.
თუმცა მოკლევადიანი ეფექტი შეიძლება რა თქმა უნდა ამას კონდეს და აქვს კიდევაც ისე ვიმეორებ ის რომ საუბარი იყო იმაზე რომ ფიზიკა არ ვიცი, ქიმია არ ვიცი და არასდროს არ დამჭირდება და არ ვისწავლი და არ მისწავლია, ну გარკვეული შედეგი რა თქმა უნდა გამოიღო და ყოველ შემთხვევაში აი საბუნების მეტყველო მეცნიერებებს დაუბრუნდებით უკვე როდესაც სიკოც იქნება, სიმონიც იქნება ჩვენთან ეთერში ყურში მეუბნებიან რომ რა ვქნათ ეს ტექნიკური პრობლემა გვაქვს. ტექნიკური პრობლემა გვაქვს ინტერაქტივზე. მაგრამ არაუშავს გამოსწორდება ინდექსაციასთან დაკავშირებით არის ეს ყველაფერი და მე მინდა გკითხოთ თქვენ გარკვეულწილად დაეთანხმეთ იმ აზრს რომ სახელმწიფო სკოლებს არ ენდობა. შეფასება სკოლებში ხშირად არასანდოა. ამბობ ტაბულასთან ინტერვიუში. რამდენად ნორმალურია ეს ან რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? სახელმწიფო სკოლებს რო არ ენდობა რამდენად ნორმალურია? იცით ძალიან ცუდია, მაგრამ არსებული რეალობაა. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ორგანიზაციას გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჭიდრო ურთიერთობა აქვს სკოლებთან, მე არ გულისხმობ აქ მისაღებ გამოცდებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერ ერთი მონაწილეობს, უფრო სწორად საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის სახით მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო კვლევაში და კვლევის შედეგების სახეზე გვაქვს რა ვითარებაა სკოლებში, ეს ერთი და მეორე გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ოლიმპიადებს. და სხვა ასაკობრივ კატეგორიებს, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია მონაწილეობს მე-7 კლასიდან დაწყებული მე-12 კლასის ჩათვლით და მეტად თუ ნაკლებად სურათი, რა თქმა უნდა, იკვეთება ამ შემთხვევაში. მაგალითად რატომ მოვიყვანე ახლა ეროვნული ოლიმპიადა, მაგალითად გვაქვს და აქ ციფრის დასახელება ზედმეტია, გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ მედლის კანდიდატი მეორე ტურშიც კი ვერ გადადის. პირველი ტური გახლავთ შესარჩევი ტური, რომელიც მოდით ესე ვთქვათ, ძალიან მარტივი ფარდობითი ცნებაა, მაგრამ ის იმდენად ასე ვთქვათ, საშუალო დონის არის, რომ რა თქმა უნდა მედლის კანდიდატმა უნდა მოახერხოს აი იქ დაწესებული ბარიერის გადალახვა და მეორე ტურში მაინც გავიდეს, მე არ ვამბობ დასკვნით ტურზე და ასე შემდეგ. ეხლა თუ მისაღები გამოცდების კუთხით შევხედავთ, თუმცა მე არ შევადარებდი ესე ოლიმპიადების და საერთაშორისო კვლევების შედეგების საფუძველზე უფრო უბრიანია ალბათ ამაზე მსჯელობა, თუმცა იქაც არის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაშიც არის გარკვეული პროცენტი მოსწავლეებისა, რომლებსაც კარგი ნიშნები აქვთ, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ვერ იჩენენ თავს გამოცდების დროს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჯერ ერთი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ალბათ ყველა დამეთანხმება, შეფასება არ არის უნიფიცირებული და სიტყვაზე ვამბობ, ერთი სკოლა თუ აფასებს მოსწავლეს რაღაც გარკვეული ნიშნით, სხვა სკოლა დაუშვათ იგივე ცოდნის დონეს სხვა ნიშნით შეაფასებს და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ შევიდა გავიდეთ მალე რეკლამა. აი ერთ კითხვას და მაშინ მე რეკლამის შემდეგ გავცემთ პასუხი. აი თუ სკოლებს არ ენდობით ეს კითხვა მაქვს რა ზუსტად, ანუ არის ეგ რომ გამოცდა უნდა ჩააბარო იმისთვის რომ დაინახოს სკოლამ რამდენი ასწავლო ბავშვი რომ მე 12 წელი ეს ბავშვი ხო მშობელი როგორ უნდა ენდოს მაშინ 12 წელი ბავშვი ხო სკოლაში ატარებს მარტო ერთი ბოლოს გამოსაშვები გამოცდა რამდენად საკმარისი ამისთვის ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. ეხლა გავიდეთ ანტრაქტზე და ძალიან საინტერესო კითხვა იყო და ამას ძალიან მაინტერესებს პასუხი. ჩემი ბავშვი ახლა მიდის სკოლაში და უკვე ძალიან ველა. ანტრაქტის შემდეგ დაგიბრუნდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენ შემოგვიდა ირაკლი კიკნაველიძე, ილოცავ ირაკლის სკოლის დამთავრება. ჩვენი სიამაყეა ირაკლი. მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ინტერაქტივი უკვე აქტიურებულია და ისევ შეგახსენებთ, რას უწყობს ხელს საატესტატო გამოცდები. პირველი სწავლის დონის ამაღლებას, მეორე მე-12 კლასელთა მაღალ დასწრებას სკოლებში და მესამე დროის და ფულის ფლანგვა. დარეკე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ხო, მაყურებელს რა მინდა უთხრა, ირაკლი არის ტაბულას თანამშრომელი, ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი, როდესაც ის სამსახურში ავიყვანეთ, აი ზუსტად ტაბულას კეთების პროცესში, ტაბულა ჯერ გამოსულიც კი არ იყო, ის 16 წლის იყო. დედამისთან, დედამისისგან ნებართვის აღება დამჭირდა, რომ კონტრაქტს სამსახურში
ხელი სამსახურში ამეყვანა, იმიტომ არასრულწლოვანი. ძალიან მაგარი ამბები ხდება, ესე იგი, თამარა, თურმე ქალბატონი თამარი არასრულწლოვანებს ამუშავებს, იცოდით? ვამუშავებ მე რა არის ცუდი მუშა. რო გავართ არასრულწლოვანი. ამის გამო თავისუფლად შეიძლება არასრულწლოვანმა იმუშაოს. გასაგებია, აი. მეც არასრულწლოვანი ვიყავი, მეც არასრულწლოვანი ვიყავი, როცა ირაკლის ვასწავლიდი ცეკვას. შენ ასწავლიდი ირაკლის ცეკვას, ხო? აი, რა პატარაა თბილისიდან. ირაკლი დადის საჯარო ბიბლიოთეკაში ეძებს მასალას, არქივში მუშაობს, ისტორიულ მასალაზე ძირითადად აინტერესებს და თან ამ ყველაფერში თან სიამოვნებს და თან ფულს იღებს რა არის ამაში თუ ხო გამოცდილებასაც რასაკვირველია ხო რაც შეხება ხა ბოლოს გავწყვიტეთ კითხვა მე მგონი რომ კარგი კითხვა დაისვა აი სანდოობის პრობლემაზე იყო საუბარი და რატომ ატარებს სახელმწიფო გამოცდებს გამოსაშვებ გამოცდებს და რატომ არ ვანდობთ ამას სკოლებს ამაზე პასუხი იყო ის რომ ნუ არ ვერ ვენდობით და თქვენ მაგალითებიც მოიყვანეთ იმისა თუ რატომ არ ვენდობით მაგრამ მშობელი 12 წლის განმავლობაში როგორ უნდა ენდოს მაშინ სკოლას აი აქედან გამოსავალი მარტო გამოცდა ხო არ არის ის რომ აი ბოლოს რაღაცა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა სკოლა ხო უფრო მეტია ბავშვი რამდენ დროს 1000-ჯერ უფრო მეტია თამუნა 1000-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ერთი საგამოცდო სისტემა თუნდაც რა თქმა უნდა და მე პირადად ვფიქრობ განათლების სისტემაში რეფორმა და პირველ რიგში საშუალო საფეხურზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელ სისტემაში რეფორმა სწორედ ამას გულისხმობს რომ მოიპოვოს მშობლების ნდობა სკოლას დაუბრუნდეს თავისი სახე და მშობელს არ კონდეს იმისი დარდი რომ დაუშვათ სკოლაში რომ მიიყვანს თავის შვილს და 12 წლის განმავლობაში სკოლაში დადის ეს ბავშვი საბოლოო ჯამში არასახარბიელო ცოდნას იღებს ამას გულისხმობს რა თქმა უნდა განათლების სისტემაში რეფორმა და ამას უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში სხვა საქმეა თუ იმაზე ვისაუბრებთ რამდენად ეფექტურად წარიმართა, რამდენად დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, მოდით ესე ვთქვათ, განათლების სისტემაში შედეგის მიღება, სასურველი შედეგის მიღება, რასაც მშობელი ელოდება ბუნებრივია პირველ რიგში სკოლისგან, შეუძლებელია ერთ თვეში, ორ თვეში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. შედეგი ალბათ ცოტა უფრო გვიან მოდის ყოველთვის. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია ყველა იმ ნაბიჯის სწორად გაზომვა რეფორმის მთელ პროცესში. იმისთვის რომ საბოლოო ჯამში თუნდაც გარკვეული წლების შემდეგ სასურველი და ეფექტური შედეგი მიიღო და შედეგი კი არის ეს ნამდვილად პირველ რიგში მშობლისთვის რომ მას ჰქონდეს სრული ნდობა სკოლის და სკოლა თავის ფუნქციას მართლაპირნათლად ასრულებდეს და საშუალო განათლების საფეხურზე ზოგად განათლებას მაინც აძლევდეს მოსწავლეს. კარგი, ირაკლი, მოდი მაინტერესებს რა ხდებოდა გამოცდებზე შენ მოგვიყევი და რა იყო? გაგიჭირდა, არ გაგიჭირდა? გაჭირვებთ, არ გამჭირვებია, მაგრამ დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად წამართვა მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად დაიწყო მომზადება ამ საატესტატო გამოცდებში. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ორგანიზებული ნამდვილად შესანიშნავად იყო, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ამდენი სკოლა, ამდენი დამკვირვებელი, კამერები, ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე გაკეთებული. სისტემასაც არ გაჭირვებია. შენი მეგობრებიც ამაზრზე არიან? ჩემი მეგობრებიც ამაზრზე არიან, ორგანიზებული იყო შესანიშნავად, მაგრამ გაჭირვებით, ადვილი იყო. რა თქმა უნდა, ამას და არ შეიძლება ადვილი იყო, ბარიერი ძალიან დაბალი იყო. და ვისაც ვინც მოინდომა, ყველამ გადალახა. თუ სწავლობ არაფერი არ არის. ტესტები რამდენად რთული იყო? ტესტები იყო მარტივი, მაგრამ იყო ძალიან ცოდნაზე დაფუძნებული რა მხრივ. თქვათ, აი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. იყო ტექსტის პრაქტიკულად ზეპირად ცოდნაზე დაფუძნებული, მე ასე ვფიქრობ და არ იყო რაც აზროვნებაზე და იმ ზოგად უნარებზე დაფუძნებული. რამაც შეიძლება ზოგისთვის გაამარტიო, მაგრამ ჩემს პირადად გაართულა უფრო ტესტი. და უფრო რთული იყო ალბათ ყველასთვის ვინც სწავლობს. და რატომ მოხდა ესე, ქალბატონო მაია? აი, რამდენად სამართლიანია ჯერ ეს ერთი ირაკლის შეფასება და რატომ მოხდა? არა, გარკვეულწილად ვეთანხმები ნამდვილად ირაკლიმ შესანიშნავად იცის აქ ერთი დიდი მადლობა ესეთი შექებისთვის და ირაკლის უნდა უთხრა რომ მე მგონი ყველანი ნერვიულობით მოსწავლეების ჩათვლით წინა საგამოცდო პერიოდი ყველას კარგად გვახსოვს, ან ლაგდებოდა ყველაფერი და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მივიღებდი. შავი ნერვიულობისგან და ალბათ საფრთხის განსხვავება გაიდება. ეხლა რაღაც არ გაიხსნება სურათი და ასე შემდეგ ეს ნამდვილად ჩემი აზრით ამ კუთხით გრანდიოზული რამ მოხდა. ეხლა რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, როგორი დავალებები იყო ტესტური და უფრო ორიენტირებული იყო
მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში კონკრეტული ნაწარმოების ცოდნაზე ვიდრე აზროვნაზე, მაშინ ნაწილობრივ ნამდვილად გეთანხმები, რომ ძალიან კარგად იცის როგორი ფორმატი იყო არჩეული კომპიუტერული ტიპა, სადაც მხოლოდ ერთი ტიპის ტესტური დავალება გამოიყენება, იქ წარმოუდგენელიც კი ამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ჩაატარა, რომ რაღაც არ დააწერინა მოსწავლეს, აფასო სკოლა ფერთავნებოდა შემდეგ აი ესეთი ტიპის დავალებები ხოლო ამ შემთხვევაში აქტუალურში სწორდება კომპიუტერის სწორდება დავალება და პლუს ბუნებრივია რა თქმა ჩვენ დავიღეთ ისე ის ახალგაზრდულში ამოწმული ის რაც უნდა ესწავლა აუცილებლად სწავლეს სახელმწიფოდან და დაუშვათ შეიძლებოდა მისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო ამ კითხვაზე და ამაზე პასუხის გაცემა აი ეს ორიენტაცია აგვიყო მე გეთახმები გარკვეული პერიოდის მერე ბუნებრივია აი დგომაც შეიძლება ვართან რამდენად არის კავშირი თქვათ იგივე ეს გადაწყვეტილება რომ საზეპიროები მიგეღო ეკეთებ აქცენტ ქართულ ენასა და ლიტერატურაში რაც ირაკლი მოიწონა აი შავ-ღესავით მაქვს საზეპიროების სწავლა, იმიტომ რომ რეალურად ვთქვათ, მე გავიარე ვეფხისტყაოსანი ვისწავლე საზეპიროები, მაგრამ გავიგე უკვე მე-12 კლასში როცა მე-11 კლასში ვემზადებოდი მისაღები გამოცდების, იცით, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და გავიგე. ანუ რამდენად სწორია, ხო, რამდენად უკავშირდება აი ეს არჩევანი, რომ გამოცდებზეც ორიენტირებული ყოფილიყავით საზეპირო და ვთქვათ, უფრო ცოდნაზე და ამ შემთხვევაში გეთანხმები, იმიტომ რომ საზეპიროზე კი არ იყო გათვლილი, იქ იყო დავალებები ესეთ გაიხსენე. ხშირად დავალება იწყება ამით გაიხსენე ამ კონკრეტულ ნაწარმოებში ესა და ეს ადგილი, ანუ ზეცოდნა კონკრეტულად სიტყვაზე ამ ბალუდა ქეთელაურის კი არ მოთხოვნილი. არამედ ითხოვდეს შენგან იმას, რამდენად წაკითხული გაქვს ეს ნაწარმოები და გაიხსენე ეს ეპიზოდი და შემდეგ მოდიოდა კითხვა. და ისე ვიმეორებ, იმიტომაც ვამბობ ნაწილობრივ ირაკლის ამ შემთხვევაში ქართული ენის და ლიტერატურის ტესტი განსხვავებით მისაღები გამოცდებისა იმიტომ რომ თუ ფორმატს იცნობს ირაკლი და დარწმუნებული ვარ იცნობს რადგან ორში შევხვდებით ერთმანეთს ოთხში გეწყება საგამოცდო ცენტრში ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა ეს სავალდებულო გამოცდა ნამდვილად ენობრივი კომპეტენციის შეფასებაზე უფრო მეტად ორიენტირებული და არის რა თქმა უნდა ლიტერატურის ნაწილი სადაც არც ერთი არ არის ისეთი დავალება სადაც გთხოვენ რამის გახსენებას თუ ტექსტთან დაკავშირებულია რაიმე ხო ის ტექსტი აუცილებლად ტესტში არის მოცემული ასე რომ ანუ უფრო ანალიზი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხო საფეხურით ესე ვთქვათ, უფრო მაღლა მდგომია ერთიანი. ხალხია ინტერაქტივი უკვე ჩართული. დიამბები ხდება და ლიდერობს დროის ფულის ფლანგო, ანუ რას უწყობს ინტერაქტივი კითხვა იყოს უწყობს საატესტატო გამოცდები და მე ლიდერობს დროის და ფულის ფლანგო. რამდენი ზარია შემოსული მე ცოტა ბრმა ვარ. 356 აქედან თუ სწორედ აჰა. გასაგები. მოდი გავაკეთოთ, კარგი იქნება, ხლა შოთიკო მოვიწვიოთ, ხო, მაჭავარიანი, რომელმაც შტატებში დააბრა და ძალიან ინტერესია. მე თუნდაც ამოცანების ამოხსნით, აქედან იწყება ფიზიკის შესწავლა და არა იმით, რომ დაიზეპირო ნიუტონის კანონები, მაგალითად და რა იგულისხმება ჰუკის კანონში და ასე შემდეგ. ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ამისთვის სკოლა აუცილებლად უნდა იყოს მზად და ბუნებრივია, როდესაც თუნდაც ერთი მიმართულებით გეგმავთ რეფორმას და თვლით თუნდაც რომ ეს სწორია ესეთი ფორმით სწავლება დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ სკოლა ამისთვის არის მზად და სკოლაში გულისხმობ პირველ რიგში მასწავლებელს რომელიც მართავს კლასს და რომელიც უძღვება მთლიანად სასწავლო პროცესს კლასში ხო თუ ეს არ არის მაშინ და ამისი სრული გარანტია არა გვაქვს მაშინ ნამდვილად მივიღებთ სავალალო შედეგს ამაზეა საუბარი კი მაგრამ აი ქალბატონო თქვენ თვითონ თქვით რომ თავისთავად სწავლების პროცესში არის დიდი პრობლემა და იგივე ქიმია იგივე ფიზიკა ვთქვათ არასწორად ისწავლება და თუ ვთქვათ აი ეს ფორმა რამდენად საჭიროა მაშინ ამ ყველაფერში გამოცდის ჩატარება თუ შენ ბავშვს ისე ვერ აძლევ რომ ის დააინტერესო მე მოთხოვო რომ და მით უმეტეს კიდე ესეთი სასათბურე პირობები შეუქმნა საბუნებისმეტყველო საგნებში მეტნაკლებად
ეკლება დაინტერესებულ ადამიანებს, იმიტომ რომ დაფინანსების კუთხითაც კი აი სამინისტროს ინიციატივა, მე მინისტრს ვკითხე, ეს როდესაც მასთან ინტერვიუ მქონდა, რამდენად ნორმალურია რომ ვთქვათ დაფინანსება წავიდეს საბუნებრივ პრიორიტეტი მიენიჭოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაფინანსებას. ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ბავშვს ვთქვათ, შეიძლება ძალიანაც არ აინტერესებს ეს ქიმია ან ფიზიკა, მაგრამ იმის გამო რომ მეტი შანსი აქვს იქ რომ დაფინანსება მიიღოს, აირჩევს აბსოლუტურად ესე პრაგმატული მოსაზრებებით და არა იმითი რომ ვთქვათ უკეთესად დასაქმდება ამასაც დასაქმების ბაზარზე ვთქვათ ქიმიკოსებზე მოთხოვნა. თამნა ეს რა თქმა უნდა თუ აბიტურიენტების თემაზე გადავედით შეგვიძლია ესეც ვთქვათ, უბრალოდ მე ეს მინდოდა მე თქვა სანამ აბიტურიენტების თემა შევეხებოდი, კი ბატონო არა, როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ საჭირო იყო თუ არა გამოცდები და რა საჭიროა გამოცდები, როდესაც იქ სასწავლო პროცესში ჯერ კიდევ არის სერიოზული ხარვეზები. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საგამოცდო სისტემა ისე ვიმეორებ არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, და მე უფრო ვიტყოდი დანამატი მთლიანად იმ რეფორმისა, ვიდრე ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო პროცესის კუთხით. და ბევრი სხვა რაღაცა უნდა გაკეთდეს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით სკოლაში, იმისათვის რომ ვითარება გამოსწორდეს და რა თქმა უნდა დანამატის სახით, ისე ვიმეორებ, საგამოცდო სისტემა შეიძლება იქნას შემოღებული და არა საგამოცდო სისტემით დაწყება რაიმეს რეფორმირების, იმიტომ რომ უბრალოდ გეტყვით გულწრფელად, მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ 2011 წელს არ უნდა ჩატარებულიყო მისაღები გამოსაშვები გამოცდები უკაცრავად. აქედან გამომდინარე, ისე ჩემი პერსონალური მოსაზრება ნამდვილად ეს არის პირიქით, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა, ოღონდ რაღაცა სხვა ნაბიჯების ხარჯზე და შემდეგ საგამოცდო სისტემის შემოღება. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით დაფინანსებას აბიტურიენტების, იმაში ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ გარკვეული თვალსაზრისით მომხიბლავია, როდესაც მაქვს უფრო მეტი შანსი მოიპოვო დაფინანსება, ნაწილობრივ დაფინანსებაზეა საუბარი აქ 30%-იან, 50%-იან და 70%-იან დაფინანსებაზე და 100%-იანი დაფინანსება ყველა მიმართულებას ეხება. და თანადაფინანსება მასთან ერთად მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით არ არის, იქ ძალიან ბევრია მიმართულება, ჰუმანიტარული მათ შორის, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით ფინანსდება. კი ბატონო, მაგრამ კი, გარკვეულწილად ეს მნიშვნელოვანია აბიტურიენტისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ აბიტურიენტი მხოლოდ ამის საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას, რა ერჩიოს მომავალ პროფესიად. თუ მან რამენაირად დასაქმების პერსპექტივა არ ნახავთ. ჩემთვის პირადად საინჟინრო მიმართულებებზე ესეთი მკვეთრი ზრდა 104%-ით კი 104%-ით თან პირველ არჩევანზეა საუბარი. პირველი არჩევანი არის ის, სადაც ყველაზე მეტად უნდა აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება და მეთანხმება ირაკლი და შემდეგ არჩევანს ისე აკეთებს. შენ რა ირჩია ირაკლი? თავისუფალი უნივერსიტეტი. თავისუფალი უნივერსიტეტი და საბუნებისმეტყველო. შენ მეორე თავისუფალი უნივერსიტეტი მიწერე, მე მიწერე ილიას უნივერსიტეტი და მე უკვე აღარც მახსოვს რა. ძალიან საინტერესოა. დაახლოებით 900-მდე ზარია შემოსული და აქედან 53% თუ სწორედ ხედა, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა თვლის, რომ დროის და ფულის ფლანგვა. ანუ საატესტატო გამოცდები არის დროის და ფულის ფლანგვა. თუმცა ძალიან ახლოს არის სწავლის დონის ამაღლებასთან დაკავშირებული ჩვენი პირველი პასუხი ინტერაქტივთან და მოდი რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დაბრუნდებით. ახლა ანტრაქტის დროა ჩვენ ეთერში. და სიმონ ჯანაშია შემოგვიერთდება. ასე რომ დროებით არ გადავწყვეტთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენ შემოგვიერთდა სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და განვაგრძობთ თემას, რომელიც ზოგადად გამოცდებს ეძღვნება, მაგრამ ისე გავხურდით, რომ მაგერ მთელ სასწავლო პროცესს მოვიცავთ და აი ხა სამეურვეო საბჭოების ჯერით დადგა. ინტერვიუში ქალბატონ მაია ძალიან პოზიტიურად აფასებთ სამეურვეო საბჭოებს, ამავდროულად საუბრობთ იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისას შეიქმნა, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, საუბრობთ, რომ სასურველი იყო ჯერ პილოტურ რეჟიმში განხორციელება. დღეს როგორ შეაფასებდით და ეს კითხვა მაქვს, როგორც იკლისთან, მაიასთან და ასევე სიმონთან, როგორ მუშაობს სამეურვეო საბჭოები, აი რა მდგომარეობა არის დღეს? ნუ მოკლედ რომ გიპასუხოთ ცუდად. იმიტომ რომ ალბათ რაღაცა პროცენტულად უნდა შევაფასოთ ეს, ხო? 2000-ზე მეტი სკოლა გვაქვს საქართველოში.
და მე არ ვიცი თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ჩამოსათვლელი სკოლები, სადაც შეიძლება ეფექტურად მუშაობდეს სამეურვეო საბჭო. მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რაიონები იქნება ეს თუ თბილისის სკოლები, ნამდვილად არაეფექტური. სიკო, რას ფიქრობ, რომ რა არის ამის მიზეზი? თვითონ მოქალაქეობრივი შეგნება, ზოგადად აი ამ მონაწილეობის სურვილისა და განცდის არ ქონა თუ აი რაიმე სხვა, როგორ ახსნი ამას, რომ თქვა სამეურვეო საბჭოებმა არ იმუშავა ისე, არ ვიცი, შეიძლება არ ცელოდით რომ ეგრევე მუშავდება. სამეურვეო საბჭოს ეფექტურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ცოდნა, თუ როგორ მუშაობა ამ საბჭოში, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც და ზოგადად საზოგადოებაში არსებული, თქვათ, გადაწყვეტილების მიღების კულტურაც. ასევე, თქვათ, ამაზე მოქმედებს რესურსები. თქვათ, თუ სამეურვეო საბჭოს არ აქვს ფული, რომლის შესახებაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ რა თქმა უნდა ფუნქცია მას არ აქვს. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო ბიუჯეტის დამტკიცება. ასევე ხელს უშლის სამეურვეო საბჭოების ფუნქციონირებას სკოლის ავტონომიურობის კლება. ანუ თუ თქვათ სახელმწიფო იღებს მთავარ გადაწყვეტილებას და პრინციპში ყველა გადაწყვეტილებას უკვე საკადროდან დაწყებული თქვათ იგივე ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ისეთი ორგანოს არსებობას, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მაშინ ფუნქციები უნდა ქონდეს სხვა. ანუ უნდა ეს იყოს სამეთვალყურეო საბჭო და არა ის საბჭო, რომელიც მიიღოს. ანუ მანამდე სანამ ცენტრალიზების ტენდენციას გამოიკვეთებოდა, ანუ დეცენტრალიზაციისკენ. აი, როდესაც დეცენტრალიზაცია ხდებოდა, აი, მაშინ როგორ მუშაობდნენ სამეურვეო საბჭოები, თუ ეს ძალიან მცირე დრო იყო იმ? ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები, რის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. ანუ ჩვენ გარდა საკუთარი შტაბის ვიცით ის თუ რამდენი ხალხი ცდილობდა სამეურვეო საბჭოში არჩევნებში მონაწილეობას, ანუ წევრობას, ან ვინ მიდიოდა არჩევნებზე და სხვა. ანუ პირველი არჩევნები იყო ძალიან წარმატებული ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობის. მეორე ინდიკატორი იყო ის, რომ სამეურვეო საბჭოები იღებდნენ გადაწყვეტილებას საკმაოდ აქტიურად დირექტორების არჩევის დროს და იყო ძალიან ბევრი სკოლა, სადაც სამეურვეო საბჭო პრაქტიკულად წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მან დაიწუნა ის კანდიდატები, რომლებიც შეირჩა რაღაც სისტემის მეშვეობით. და ქონდა ინდიკატორები, ესე იგი გვაქვს ინდიკატორი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ სკოლას ქონდა ფული იმისთვის, რომ გადაეწყვიტა საკუთარი მოსაზრებით, თუ რაში დახარჯავდა ამ ფულს, ან დახარჯავდა ამ ფულს, თქვათ, სიტყვაზე მეტ ტესტირებების ჩატარებაში საკუთარ სკოლაში, სხვა კლასებში, თქვათ, გარდა გამოსაშვების, თუ ეს იქნებოდა სახელმწიფო თუ სხვა. ნელ-ნელა რახან ეს ფუნქციები პრინციპში იკლებს, ძალიან რთულია კვლევის გარეშე დავადგინოთ, თუ мотивация ამ ხალხს სკოლაშია, ანუ რისი мотивация, რა შემთხვევაში ჩაერთვებოდა ის მშობელი ან მასწავლებელი იმ პროცესებში, რაც უნდა არეგულიროს ესეთმა საბჭოებმა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ სკოლა, რომელიც ნომინალურად, ანუ სამართლებრივად არის საჯარო სამართლის დამოუკიდებელი ორგანიზმი, რეალურად არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, რომ იყოს დამოუკიდებელი, მაგას ამბობ, იმიტომ რომ იმის გამო, რომ ფულის ერთი სისტემური პრობლემა არის ფული, რა თქმა უნდა, ანუ ფული თუ არ რჩება, მაშინ შენ ვერ მიიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება განხორციელებადი იყოს, ხო? მეორე არის, რა თქმა უნდა, იგივე სკოლის დირექტორები ვიზზე უფრო ორიენტირებული არიან დღეს. თქვათ, ეს არის საზოგადოება თუ ეს არის სახელმწიფო. დღეს დირექტორები უფრო ორიენტირებულები არიან სახელმწიფოს შეკვეთის შესრულებაზე, ვიდრე საზოგადოების შეკვეთის შესრულებაზე და ეს ჩანს ძალიან ბევრ რამეში, თქვათ, იგივე გადაწყვეტილების მიღების დროს დირექტორები აღარ ცდილობენ, აი ბოლო დაახლოებით 2 თუ 3 წელია, აღარ ცდილობენ სამეურვეო საბჭოს მეშვეობით მიიღონ ლეგიტიმაცია საკუთარ გადაწყვეტილებებზე. სამეურვეო საბჭო დაარწმუნონ თავიანთ გამოიყენონ. მე მინდა ინტერაქტივს დაუბრუნდე, რომ დაახლოებით 1000-ზე მეტია ზარია შემოსული და კითხვაზე თუ რას უწყობს ხელს საატესტატო გამოცდები, ისევ ლიდერობს პასუხი დროის და ფულის ფლანგვა. მე ირაკლის მინდა ასევე თემასთან დაუბრუნდებით, თან და შენ მინდა კითხო, სკოლაში რამდენად ქმედითია სამეურვეო საბჭო? რამდენად ქმედითი იყო? ქმედითი არ და არც იყო. ახლა თქვათ ბოლო ახლა აღარც არის უკვე სკოლა დამოუკიდებელი ერთეული რაღაც ცენტრალიზებული ფინანსური სისტემა მთლიანად. მაგრამ როცა ერქვა დამოუკიდებელი ერთეული, მაშინ ვერ მოახერხა სამეურვეო საბჭომ თავის ფუნქციების შესრულება. და ეს უფრო სახელმწიფოს ბრალი მაშინ არ იყო, ეს იყო უფრო მომზადებელი სამოქალაქო საზოგადოების ბრალი. ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ რისთვის იყრიდნენ კენს, სად შევიდნენ, რა ფუნქციები ჰქონდათ, რა მოვალეობები ჰქონდათ. აი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეებმა არ იცოდნენ ხელფასი უნდა გადაეხადათ მათთვის თუ არ უნდა გადაეხადათ. ზოგს ეგონენ ხელფასი უნდა გადაეხადათ და იმისთვის იყრიდნენ კენს.
და ამ შემთხვევაში არ გაამართლა ამ სამეურნეო საბჭოებმა არანაირად. შედეგი ვერ გამოიღო ბიუჯეტის დამტკიცება, სწორედ ფული არ ყოფნის ეროვნულ სკოლას, უკვე განაწილებულია ხელფასებზე, გათბობაზე და უკვე გასანაწილებელი ფული სხვა რაღაცებზე აღარ არის სამეურნეო საბჭოში. ხო გეუბნებით ეს კაცი ბევრს მიახდა. არა, სასწაული, ავტომატებული ვარ. მე და კითხვა ამერიკაში როგორ იყო ეს თვითმართველობები? მშობლები რამდენად იყვნენ სასწავლო პროცესში ჩართულები და აქტიურები და ღებულობდნენ მონაწილეობას? ძალიან აქტიურები იყვნენ. აი პირველ სკოლაში მონტესორიში კიდე უფრო ვიდრე მეორე სკოლაში იღებდნენ თავდაპირველად ზოგადად ახლა თანხებთან დაკავშირებით. იყო ესეთი ჯგუფი, კერძო სკოლები, კერძო სკოლები. ორივე კერძო სკოლა იყო და არასაჯა. და აბსოლუტურად დაჟე fundraising-ს ფულის შეგროვებასაც ძალიან აქტიურად აუქციონების მოწყობა იმის გარდა რომ დაუშვათ მაქსიმალურად შემოსავალი ქონდა სკოლას რომ ეს მერე დაუშვათ და ეს ამ თანხის განკარგვაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ეს იყო დაუშვათ დაწყებული კლასის რემონტიდან დამთავრებული აი ძალიან დიდ ესეთ გრანდიოზულ რაღაცაზე. ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას და რაც შეიძლება ამერიკელების ეს არის ჩართულები იყვნენ. არა, მე საჯარო სკოლაში სწავლობდი ამერიკაში, მაგალითად 1 წელი და ჩემი ჰოსტ დედა იყო მასპინძელი დედა იყო აი ესეთ სამეურნეო საბჭოს წევრი და იქ მაგალითად 1 სემესტრის განმავლობაში მიდიოდა დავა, გადასულიყნენ თუ არა 4 დღიან სწავლებაზე. და მუდმივად იყო დისკუსია, მშობლები იკრიბებოდნენ, იყო ძალიან აქტიური დავა და საბოლოოდ გადაწყდა ეს, მაგრამ ეს გადაწყდა მშობლების მონაწილეობით. ისინი ქმნიდნენ საინიციატივო ჯგუფს, სახელმწიფო აფინანსებდა, კი. კარგი, ეს კარგი მაგალითია, ხო და რადგან აი ესეთი შეზღუდული როგორ რეკლამა გვავიწროვებს საშინლად. აი მასწავლებლების სერტიფიცირებაზე მინდა რომ გადავიდეთ, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე უკვე რომ ვაიმე ჩემი ყური ისე ხმაურობს რომ აი აღარაფერი ჩემი თავის აღარ მესმის. მასწავლებლების ვისაუბრეთ იმაზე რომ აი სკოლების მიმართ ნდობაზე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე მშობლების მხრიდან. საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის მასწავლებლამდე, ხო? და ჩვენ კარგად ვიცით აი წინა ვიხალისეთ კიდეც შედეგები რომელმაც გამოჟონა მათმა პასუხებმა ჩატარდა ატესტაცია, ხო, რომელიც სავალდებულოც არ იყო და მათგან ვინც მოისურვა და თავისინებით მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ რაღაც 15%-მა თუ და დაბალმა პროცენტმა და დაბალმა წილმა მოახერხა, ვთქვათ, მინიმალური გადალახვა მოთხოვნის დაკმაყოფილება. რამდენად ნორმალურია ის, რომ გამოცდებისთვის ესეთი მასწავლებლები ამზადებენ ჩვენ შულს, რომელსაც თვითონ ვერ ჩაუბარებიათ გამოცდა. აქ ფოტო არის ასაცილო ძალიან. ხო, აი ფოტო გამოქვეყნებული, სადაც მასწავლებლებისგან ამოღებული შპარგალკების ფონზე. მაგა ქართულ შპარგალკასა და ნუ ატრიალებ დაუმიზნები ჯობაში. ხო. გითხარით აბა? რაღაცა ვიფიქრე მხოლოდ და მხოლოდ ჩემ კაბინეტში იქნება, ჩემს ოთახში იქნება ეს და ესე არ გამომზეურდება. რატო? საჯარო ინტერესი და პირებისეთი ინტერესი როცა არის გამომზეურება? არა, მასწავლებლების მასწავლებლებში და ტელევიზიით. მოკლედ, არა, მასწავლებლების სერტიფიცირებას ცოტა სხვა კუთხით უყურებ. მე ეს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო და დაიწყო კიდევაც მინდა გითხრათ და საუბარი იყო იმაზე რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოცდით არ შეფასდება მასწავლებლის კვალიფიკაცია, რაც ნამდვილად სწორი მიდგომაა და დღესაც ძალიან გულიმწყდება რომ მხოლოდ ერთ გამოცდაზეა, თუნდაც ორ გამოცდაზე, რაც აქვს ჩასაბარებელი მასწავლებლებს დამოკიდებული მისი მომავალი ბედი, ასე ვთქვათ, მაინც ესეა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლამდე ეს ნებაყოფლობითია და 2014 წლის შემდეგ ველით უკვე ისეთ სურათს, რომ ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული იქნება. ძალიან რთული პროფესიაა, პედაგოგის პროფესია და მე პირადად ვთვლი, რომ აქ ძალიან ბევრი კომპონენტის მიხედვით უნდა იქნა შეფასებული და აქაც გამოცდა სასერტიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთი დანამატი უნდა იყოს და არა ყველაზე მნიშვნელოვანი. რას გულისხმობდა დაუშვათ ძალიან ბევრ აქტივობას მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ეს არის მუდმივი ტრენინგები და ამ ტრენინგების განმავლობაში გარკვეული კრედიტების დაგროვება, ეს არის პორტფოლიოები, რომლის შექმნაზეც უნდა იზრუნოს პერმანენტულად მასწავლებელმა და ამის მიხედვითაც შეფასდეს ის, რა თქმა უნდა, აუცილებელია და მნიშვნელოვანი პედაგოგი შეაფასო პრაქტიკ, ასე ვთქვათ, კლასში მუშაობის დროს და ამისი
თუნდაც ვიდეო მასალა კონდეს შესაძლებლად თუ შეუძლებელია კლასში დაესწრო გაკვეთილს. გასაგებია, ანუ მასწავლებლებს უნდა შეუქმნათ იმის პირობები, რომ იმუშაონ. სიკო, შენ რას ფიქრობ? იგივე კითხვა ხო მასწავლებლის კვალიფიკაცია. რამ შეიძლება, როგორ უნდა გავზარდოთ მასწავლებლების კვალიფიკაცია? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია გაიზარდოს? ну абсолютно ვეთანხმები მაიას იმ ჩამონათვალში რაც ისიათია მოწონს რაცა მაია ამბობს რომ გამოცდა არ უნდა იყოს ერთადერთი და კარგი იქნება ეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე სხვა შორის იგივე თქვი სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე სიკო და შენ მე მგონი ძალიან კარგად უნდა გახსოვდეს ყოველთვის ამას ვამბობდი მე რომ მხოლოდ გამოცდებით არ შეიძლება აი ამაში ვეთანხმები ხო აი და სამშვენიერი დღეა რა შეიძლება კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ზოგადად სისტემა უნდა მუშაობდეს ისე რომ იზიდავდეს საუკეთესო სკოლადამთავრებულებს ამ პროფესიაში. ანუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ზოგადად სისტემაში. მაგალითად გამოცდები ერთ-ერთი როცა შემოაქვთ ხოლმე ქვეყნებში გამოცდები, რომელსაც ძალიან მაღალი მნიშვნელობა ენიჭება და როცა არის ერთ-ერთი გამოსაზღვრელი ვიღაცის ბედის, ამ შემთხვევაში ხანდახან არის შესწავლილი, რომ მასწავლებლებისთვის უინტერესო ხდება სკოლაში მუშაობა, იმიტომ რომ ისინი ორიენტირებული ხდებიან სხვისი შეკვეთის შესრულებაზე და არა საკუთარი საუკეთესო მხარეების გამოვლენაზე. ესე რომ ესეც მოქმედებს ერთგვარად მასწავლებლებს. ну გარდა ვთქვათ ანაზღაურების და სხვა. ანუ იმ ქვეყნებში, სადაც არის რთული მასწავლებლობა და სადაც მასწავლებლის შრომა არის დაფასებული, ეს დაფასება არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებული და ზოგ რაღაც ზღურის შემდეგ უკვე გავლენა დიდად არ აქვს. თუ საზოგადოება აფასებს მასწავლებლის შრომას სათანადოდ ამ შემთხვევაში ბევრ ადამიანს უნდა რომ გახდეს მასწავლებელი და მათ შორის საუკეთესოები ხდებიან მასწავლებლები. ესე რომ ჩემ გარდა იმისა, რაც მაიამ დაასახელა, მნიშვნელოვანია მოსამზადებელი პროგრამები, საზოგადოების თვალში მასწავლებლის სტატუსის ამაღლება, ანუ გარდა შპარგალაკების ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ კონფერენციების მოწყობასაც ვაჩვენებთ, რომ არსებობენ კარგი მასწავლებლები და ესეთ კონფერენციები ტარდება შიგრაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აი თქვათ ეს მასწავლებლის პროფესია არ იყოს მიბული ისეთ მაჩვენებლებზე, რომელიც აუარესებს მასწავლებლის მუშაობას. ну თქვათ თუ აი ხა თქვათ ამ ტესტების ავკარგიანობა რაზე არის და დამოკიდებული თქვათ გამოსაშვების. იმაზე თუ როგორ გამოვიყენებთ. აი თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტესტებს იმისთვის, რომ შევაფასოთ კონკრეტული მასწავლებლის ეფექტიანობა, შეიძლება მივიღოთ რეაქცია მასწავლებლებმა გააუარესონ, ან შეიძლება თქვა დაისაჯონ ისეთ მასწავლებლებს. იმიტომ რომ საკუთარი გამოცდებისთვის მომზადებაზე დაიწყონ ფიქრი და არა ბავშვების მომზადებაზე, რას გულისხმობთ? ანუ მე გულისხმობ იმას, რომ აი თქვა მასწავლებელი, რომელიც ასწავლის მონტესორის სკოლაში, ის ორიენტირებული გახდება, რომ ეს მეთოდი რაღაცნაირად ასე ვთქვათ უგულოყოს იმისთვის, რომ ასწავლოს სხვა მეთოდით, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიქმება როგორც ერთადერთი სწორი მეთოდი რაღაც ასე ვთქვათ მიზნის მისაღწევად და ზოგადად განათლებაში მიღებულია, რომ ერთი სწორი გზა რაღაცის მისაღწევად არ არის. ხო, ამას მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენს ტესტებში სიკო და რა ვიცი, წესით უნდა დამეთანხმო. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიდგომაზე, რომელიც ან სახელმწიფოსთვის არის მისაღები, ან თუნდაც ერთი ორგანიზაციისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ამ შემთხვევაში აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად დასაბუთებულად შეუძლია იმსჯელოს აპლიკანტმა და მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვიჩენთ, რომ მრავალფეროვანი იყოს აი ეს საგამოცდო ტესტი ამ კუთხით და ისე ვიმეორებ, იქ არ არის ერთადერთი სწორი პასუხი. ამაზე ვსაუბრობთ, არ არის ერთადერთი. ანუ მე გულისხმობდი თუ სწავლების დროს მასწავლებელმა იცის, რომ არსებობს ალტერნატივა, აი მაგალითად ინტეგრირებული სწავლება, ტრიმესტრული სწავლება, ან მთელი წლის განმავლობაში სწავლება და მასწავლებელი თვითონ ირჩევს. ეს არის საუკეთესო გზა. სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება აი ესე დიდი მადლობა ყველას რომ მოხვედით. იმედი მაქვს რომ რაღაც 1500-მდე ხმა არის შემოსული, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნოთ და მაინც დარჩა ლიდერად პასუხი დროის და კი, მაგრამ ზუსტად თქვი, ვის რამდენი პროცენტი აქვს დაძაბეთვალები? 52% არის დროის და ფულის ფლანგვა, 48 არის. ვერ ვხედავთ, უნდა ჩავიხსენოთ. 45 და 7% არის სწავლის დონის ამაღლება.
52 და 6 არის დროის და ფულის ხარჯვა. პრინციპში მოდი ვთქვათ, რომ გაყოფილია საზოგადოების აზრი. ეს არ არის, ვთქვათ და თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეხლა ესეთი სატელეფონო გამოკითხვების შედეგს არ იძლევა, ანუ კვალიფიციურ შედეგს არ იძლევა. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა. მე შემდეგ ორ შაბათამდე გემშვიდობებით და აგერ ეს პატიოსანი ადამიანები ეჭვი არ გვეპარება, რომ გადასარევად გადალახავ ყველანაირ გამოცდებს.